მდინარე ნაღვარევისწყლის მარჯვენა მხარეს მთის ფერდობზე ერთი პატარა, მაგრამ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე სოფელია. ლამაზი ბუნებით და განსაკუთრებული მხიარულებით ეს სოფელი წელიწადის ნებისმიერ დროს გამორჩეულია. ამიტომ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ 2015 წლის პირველი გადაცემა სოფელ ხაბელაშვილებიდან დავიწყოთ. ასე რომ ერთად ვნახოთ თუ როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე აჭარის მაღალმთიანეთში. სოფელი ხაბელაშვილების ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 60-მდე კომს ითვლის. იგი შუახევის რაიონში ჭვანის ხეობაში მდებარეობს და წყალსაყრის თემს მიეკუთვნება. მას აღმოსავლეთით სოფელი ჟანივრი, დასავლეთით სოფელი ცხემლისი, სამხრეთით სოფელი ბრილი და ჩრდილოეთით მთა პერანგა ესაზღვრება. ჩვენი სოფელი ხაბელაშვილები და მისი სახელწოდება პირდაპირ უკავშირდება ადამიანის საკუთარ სახელს. ხიდისთაველ ხოჭოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან წამოსულ ხაბულია ბერიძეს, რომელიც პირველად ჩამოვიდა ამ ადგილზე, დასახლდა, გამრავლდა და შემდეგ ბუნებრივია შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე სოფელსაც ეწოდა ხაბელაშვილები. ხაბულიაშვილები, ხაბელაშვილები ცოტა ფონეტიკური ცვლილებები განიცადა სიტყვა. რაც შეეხება ჩვენ სოფელში შენარჩუნებულ ტოპონიმებს, უძველესი დროიდან მოყოლებული თითქმის 50-მდე ტოპონიმია დღეს შესწავლილი და აღმოჩენილი ხალხური შემკრებლის დონეზე და ამ 50-მდე ტოპონიმიდან რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლიდანაც განსაკუთრებით იკვეთება სოფლის ისტორია. თითოეულ ამ ტოპონიმში ფაქტიურად სოფლის ყოფაცხოვრების, ყოფიერების, ჩვენი გარდასული ცხოვრების წინაპრები როგორ ცხოვრობდნენ, თითოეულის ისტორია იმალება. მაგალითისათვის აი სოფელი ვიცით რომ განფენილია ნაღვარევისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ორი მდინარე ჩამოუვდის სოფელს, ნაღვარევისწყალი და ხევასწყალი. ხევასწყალი სოფელს ფაქტიურად ორ ნაწილად ყოფს, გაღმა და გამოღმა. გაღმა-უბანში არის სამი უბანი: ტორიკული, ღურდე და ოქროყანა. ღურდე თავისი შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, თურმე ნიშნავდა ღრმა ღრუს მაგვარ ადგილს, ხის ფუღუროს მაგვარ ადგილს და შესაბამისად ტოპონიმმაც აი წინაპრები თავისთავად ბუნებრივ გეოგრაფიული ადგილის მიხედვით არქმევდნენ ხოლმე საგნებს სახელებს და ალბათ ამიტომ უნდა დარქმეულა. რაც შეეხება ოქროყანას. ოქროყანას ეს ადგილი პირველად რო გაუკაფავთ, აი პირველი ყამირი რო გაუტეხავთ და მოსავალი რომ იტყვიან მიუღიათ აუარებელი მოსავალი. ფაქტობრივად რაც დათესეს არაფერს არ მოუტყუვია. ყველანაირი მოსავალი მოვიდა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ამ ადგილს ქვია ოქროყანა. ანუ მოსავლიანობით გამორჩეული ადგილი. რაც შეეხება ტორიკულს. აქ სხვათა შორის ამ ადგილს უკავშირდება ძალიან საინტერესო ისტორია. ტორიკულზე ამჟამად ცხოვრობენ 4 მოქმედი ოჯახი, სხვათა შორის ყველა ბოლქვაძეებია ერთის გამოკლებით. ერთი მოსახლე არის ირემაძე. აი სწორედ მას უკავშირდება ამ ადგილის სახელწოდება ტორიკული. ეს კაცი როცა სოფელში მოსულა, ბოლქვაძეებს რომ იტყვიან მოუპატიჟებიათ სოფელში, საუბრის შემდეგ ამ კაცს უთხოვია, რომ ერთ ტორ მიწას თუ მომცემთო, ჩაგესახლები, დავსახლდები აქ და დავიწყებ ცხოვრებას. სხვათა შორის მიწაც მიუციათ, გვარიც მიუციათ ირემაძე, ოღონდ ცნობილი არაა რა გვარის კაცი იყო ეს თავიდან და გვარი ირემაძე, სწორედ ეს ერთი მოსახლე ტორიკულზე ამ 4 მაცხოვრებელს შორის ერთი ირემაძე, 3 ბოლქვაძე და ერთი ირემაძე, აი ამიტომ ცხოვრობს დღეს. სოფელ ხაბელაშვილებში 8 გვარის ხალხი ცხოვრობს. პირველად სოფელში ბერიძეები ცხოვრობდნენ, მერე ბოლქვაძეები შემოვიდა სოფელში. იმის შემდეგ ართმელაძეები მოვიდა. შემდეგ შარაშიძეები, ირემაძეები, ჭაღალიძეები, ზოიძნები და ისა კეკებიც.
ეკელიძე ერთი ოჯახია, მაგრამ მაინც ცხოვრობს აქ. ათმელაძეები კი სოფელ ალმედან გადასახლებული იყვნენ ჩახში, იქიდან მერე რაღაც ავადმყოფობა გაჩნდა, კაც ოჯახი ამოუწყდა და 75 წლის კაცი ამოვიდა აქ საცხოვრებლად. ჩვენ ბერიძეები ვართ. ჩვენი ძველი არის ბერიძე, პირველი მაცხოვრებელი ამ ხეობაში ბერიძე. აცგარდაცვლილი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პოეტი ფრიდონ ხალვაში სოფელში გსტუმრობდა 75 წლის იუბილე გადაუხადეთ და შენიშნა მისმა თვალმაც რომ და ყურმაც რომ მოისმინა, გაეცნო ჩვენ ხალხს, თქვა, აღნიშნა რომ რატომ მაინც და მაინც სოფელ ხაბელაშვილებში ხაბელაშვილი არც ერთიო. გაუკვირდა მასაც და სხვათა შორის ლექსიც გვიძღვნა. სოფელი ხაბელაშვილები, ხაბელაშვილი არც ერთიო. დღეს ამჟამად 21 საუკუნის დასაწყისში ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს წერილი, აღმოვაჩინეთ გაზეთებში, ჟურნალ გაზეთებში გვარი ხაბელაშვილი და შევეცადეთ რომ დავკავშირებოდით ამ გვარის ხალხს, თუ რაიმე საწყისი ხო არ ქონდა ჩვენ სოფელთან. სხვათა შორის გამოგვეხმაურნენ თბილისიდან გიორგი ხაბელაშვილმა, რომელიც დღეს თუ არ ვცდები 65-67 წლის კაცია უკვე, მეცნიერულ დონეზე შესწავლილი ამონარიდი წერილიდან გამოგვიგზავნა და სამწუხაროდ აღნიშნა რომ ისტორიოგრაფიაში არც სამეცნიერო ლიტერატურაში არ მოიძებნა რაიმე კავშირი ამ გვარისა ხაბელაშვილებთან. თუმცა კონტაქტები არ გაგვიწყვეტია, მიწერ-მოწერა მიდიოდა დაინტერესებული პირებისგან, სკოლიდან განსაკუთრებით ბავშვებს ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ რომ რამე საწყისი მასალა მოგვეძია, მასწავლებლების დახმარებით კვლავ გაგრძელდა ეს კონტაქტი და გორის რაიონის სოფელ სვენეთიდან გამოგვეხმაურნენ. გამოგვეხმაურა ხალხი, სწორედ გვარად ხაბელაშვილი, ხაბელაშვილები. ეს ხალხი 65 კომლი ცხოვრობს სოფელ სვენეთში, ამჟამად ორჯერ, სამჯერ ვისტუმრეთ, ჩვენც ვესტუმრეთ სხვათა შორის და გვარად ხაბელაშვილმა აი ამ ხალხმა სწორად მოგცეს ისტორია, დამარხული ისტორია ფაქტიურად. გადმოცემების თანახმად რომ ვიცოდით რომ სოფელ ხაბელაშვილებს 300-400 წლის ისტორია ჰქონდა, თურმე გაცილებით მეტი ხნის ისტორია აქვს, ოღონდ ამ სახელწოდების სოფლისა არა. აი ეს ამ გვარის ხალხი თურმე სახლობდა 1400-იანი წლებიდან ზუსტად ამ ადგილზე, ოღონდ სოფელს რა ერქვა, ნამდვილად არ არის ცნობილი, ვერც ისტორიოგრაფიაში მოიძებნა სამწუხაროდ ეს ცნობები, ოღონდ დოკუმენტალურად, ისტორიულად დაგვიდასტურა ამ ხალხმა, რომ 1467 წლიდან სოფელში გაჩენილი ჟამიანობის, ეგრეთ წოდებული მასიური ჭირი გავრცელებულა ავადმყოფობა, იმ დროისათვის სახლებულა 15 ოჯახი და ეს 15 ოჯახი გვარად ყველა ხაბელაშვილი. ამდღარად ფაქტიურად დაუტოვებია სოფელი და თავისიავლადიდებიანა რომ იტყვა რაც ქონება ჰქონდათ, აბარგებულან და გორში ჩასვლამდე ისინი არცად არ დასახლებულან. და დღეს ამჟამად სოფელ სვენეთში სახლობენ უკვე 65 კომლია, ყველა აბსოლუტურად ხაბელაშვილი და ისტორიულად ადასტურებენ, დოკუმენტები ადასტურებს, ჩამოგვიტანეს მათ სხვათა შორის დოკუმენტები, სადაც იკითხება და ნათელი ხდება რომ ჩვენ სოფელს არათუ 300 თუ 400, არამედ სადღაც 5-6 საუკუნოვანი ისტორია ქონია. მე ჩემი სოფელი ეს სხვაცას ალბათ ასე იტყვა და მიყვარს და მეყვარება რომ მოვკვდები მაშინას, ისე მგონი. ბუნებრივია, მიყვარს იმიტომ პირველი რომ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, რომ იტყვიან. ყველაფერი რაც შეიძლება ცხოვრებაში ადამიანს მიეცეს, მე ამ სოფელში მომეცა ცნობიერება, დავინახე სამყარო, ვიცანი საკუთარი თავი, ვიცანი სხვები, ვიცანი ცხოვრება და ამჟამად თუ რამეს მიმიღწევია ცხოვრებაში, სწორედ რომ ჩემი სოფლის, ჩემი ხალხის და ჩემი მშობლიური ამ ადგილის დამსახურებაა. სანახავია მდინარე ნაღვარების წყალზე არსებული ეს გადახურული ხიდი, რომელსაც ადგილობრივები მერიის ხიდს ეძახიან. 3 საუკუნის ისტორიის მქონე უძველესი ხიდი მაშინ, როცა საავტომობილო გზები არ არსებობდა, სოფელ ბრილს და ზემოხევს ხაბელაშვილებთან აკავშირებდა.
ამ ხიდის მეშვეობით მოიალაღეები საზაფხულო საძოვრებზე გადადიოდნენ. დღეს მერიის ხიდი აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა შორისაა და მას მალე რესტავრაცია ჩაუტარდება. სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მას მერიის ხიდი ქვია. ეს სახელი ამ ხიდმა იმის მიხედვით მიიღო, რომ ოდითგან ძველად, როდესაც წყლის სანაპირო ადგილებში, სადაც დაბლობი ადგილები იყო, მას მერიას ეძახოდა. ხიდი უხსოვარი დროიდან გაკეთებული არის. მისი შემოქმედი ხიდისა არის ისმაილ ბერიძე, მაგრამ ის იმდენად მნიშვნელოვანი ოსტატი იყო, რომ მას სახელითაც ვერ იცნობდნენ. უსტას ეძახოდნენ ჩვენი თქმით რო ვთქვა. ეს ხიდი აკავშირებდა ბარათაულის საკრებულოსა და წყალსახლის საკრებულოს სოფლებს. სოფელში მოალაღეები იყვნენ. თევში დადიოდნენ, პირუტყვი გადაჰყავდნენ, ცხენით დადიოდნენ და ეს ბარათაულიდან, ზემოხევიდან და ბრილის მაცხოვრებლები ამ გზით დადიოდნენ თათაგინურის გასწვრივ. ის რამდენიმე წლის წინ აქ ჩვენი სოფლის მკვიდრი, რომელიც სოფელ ჩაკში ცხოვრობდა, მან გადაწყვიტა, რომ ხიდისათვის სახურავი შეეცვალათ. ვინაიდან ყავრის დახურული ხიდი უკვე პებოდა, ნადგურდებოდა, წვეთი ჩამოდიოდა და ხიდს დანგრევა ემუქრებოდა. ამ კაცმა თუნუქის სახურავი მოიტანა, ხიდს რესტავრაცია ჩაუტარეს, გაარემონტეს და დღეს რაც ჩანს ამ კაცის შემოქმედება ეს ახმედ ართმელაძე იყო ეს კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი რესტავრაცია ხიდს არ ჰქონდა ჩატარებული, მაინც აჭარის კულტურის ისტორიაში როგორც კულტურული ძეგლი ისეა შესული. სოფელ ხაბელაშვილების ისტორიის შემადგენელი ნაწილია მდინარე ხევასწყალზე შემორჩენილი უძველესი ხიდის ჯებირი, რომელიც დაახლოებით 100 წელზე მეტი ხნისაა. ამ ხიდის მეშვეობით ქედის რაიონისა და ჭვანის ხეობის მოსახლეობა საზაფხულო იალაღზე მიემგზავრებოდნენ. მართალია დღეს აქ ხიდი აღარ არის, თუმცა ადგილობრივები მის ისტორიულ დანიშნულებაზე დღესაც ყვებიან. მერიის ხიდის შემდეგ სოფელ ხაბელაშვილებში მდინარე ხევასწყალზე აშენებული იყო უძველესი დროიდან ხიდი. ეს ხიდი აკავშირებდა სოფელს გამოღმა ნაპირებს, სოფლის გაღმა და გამოღმა ნაპირებს. ხიდი ძველი დროის აშენებული იყო დაახლოებით 19 საუკუნის ბოლო წლებში. ამ დროისათვის ხიდს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხიდის საშუალებით ქედის რაიონის სოფლები, ჭვანისა და ბარათაულის საკრებულოს სოფლები და მოიალაღების ერთად დადიოდნენ ამ ხიდით, გადაჰყავდათ პირუტყვი, ცხენი, მაგრამ 19 საუკუნის ბოლო წლებში, მაშინ როდესაც სოფელმა ცოტა ფერი იცვალა, განვითარდა სოფელი, გაიყვანეს სამანქანე გზა, რომელმაც სოფლის ხიდს დაუკარგა ფასი, იმიტომ რომ ეს ხიდი ადრე აშენებული იყო და მისი მნიშვნელობა სამანქანე გზამ შეცვალა. მას შემდეგ ხიდის რახან მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და სოფელი აღარ იყენებდა მას, ამიტომ დღეს ნანგრევებად არის შემორჩენილი. მდებარეობს გაბრო დიერიტების საბადო, რომელიც მსოფლიოში კანადის ქვის შემდეგ მეორე ადგილზეა. ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ ქვის საბადო გაბრო 200 საუკუნის ისტორიას მოიცავს. კარიერი, რომელიც ზემოდან ჩანს, იმაზე მეტი მიწისქვეშაა მოქცეული. დღეს სოფელში ადგილობრივებმა პატარა პრიმიტიული ქვის დასამუშავებელი ქარხანა მაინც ააგეს, თუმცა ის ვერ პასუხობს სათანადო მოთხოვნებს და ხშირად უფუნქციოა. ამას
ძალიან დიდი ხნის ისტორია, სხვათა შორის ჩვენი წინაპრები ამით დიდი ხნიდან იყვნენ დაინტერესებული. ადრე უძველეს დროში აქედან ქვებს ღებულობდნენ, მოგეხსენებათ მაშინ ქვისთვლელები იყვნენ, ის ქვისთვლელებს მოქონდათ ეს ქვები, იყენებდნენ სახლის მშენებლობისათვის, ბინის გასაწყობად როგორც ასეთი მოგეხსენებათ და ასე რომ მშენებლობისათვის კიდევ და სხვათა შორის მისგან აკეთებდნენ ძალიან კარგ სამაგრს გზის პირზე თუ ოჯახის ბინისათვის და შემდეგ 80-იან წლებში განსაკუთრებით ინტერესი გაიზარდა ამ ქვის მიმართ 80-იან წლებში არაერთხელ ყოფილან სხვათა შორის ჩამოსული თბილისიდან გეოლოგები უცხოეთიდანაც შესწავლილი იქნა სიღრმისეულად თუ რაოდენ დიდი მარაგი იყო იქა და როგორი იყო ეს მარაგი და ზედაპირზე რასაც ხედავთ ჩვენ აქ ზედაპირზე სხვათა შორის წარმოდგენილი მასა ამ გაბროსი არის არც ისე დიდი წარმოდების მქონე იმდენად და რამდენადაც გამოსავლიანობა ამ ქვისა ზედაპირული მასისა რაც არის დაბალია და რაც უფრო სიღრმეში მივდივართ, უფრო გამოსავლიანობა უფრო მაღალია და სხვათა შორის რაც უფრო ქვევით მივდივართ, მით უფრო ხარისხიანია ქვა, მით უფრო მტკიცეა, მით უფრო მყარია. და მაშინდელი შესწავლის შედეგად დადგინდა რომ ეს ქვა სოფლიო მასშტაბით დგას მეორე ადგილზე და გამოირჩევა განსაკუთრებული ყინვაგამძლეობით გამოირჩევა 80-იან წლების დასაწყისში დაიწყო აქ პატარა ელემენტარული ტიპის ქარხნის მშენებლობა. ამის ინიციატორი იყო ისევ მაშინდელი სოფლის თავკაცი ნოდარ ბოლქვაძე, სხვათა შორის მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამისათვის და მას გვერდში დაუდგა მეზობელი სოფლიდან პიროვნება ამირან ზოიძე, რომელსაც ძალიან კარგად ეხერხებოდა სხვათა შორის ეს საქმე ეხერხებოდა, რასაც ქვია ქარხნის დამონტაჟება თუ დანადგარების საკმაოდ კარგი სპეციალისტი იყო და მასთან ერთად მოხდა პატარა მცირე გამოვლობის ქარხნის დადგმა გვერდზე და მაგრამ ამ ქარხანამ შემდეგ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნილება რაც იყო და სხვათა შორის მაშინ ეს 80-იან წლებში კომუნისტების პერიოდში იყო სერიოზული მოთხოვნებიც იყო ამასთან დაკავშირებით ამით ამზადებდნენ როგორც გითხარით სასაფლაოებისათვის ქვებს ამზადებდნენ ქუჩების კეთილმოწყობისათვის ამზადებდნენ როგორც სამზარეულობის კეთილმოწყობისათვის ძალიან სხვათა შორის ქალაქში შემიძლია გაჩვენოთ რომ რამდენიმე სამზარეულო მოწყობილია ამ ქვით სწორედ და ეს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ შემდეგ გადაწყდა ისევ სოფელში ადგილზე და თანაც დასაქმებით მაშინ იმ პატარა მცირე გამოვლობის ქარხანაში დასაქმებული იყო 5-6 კაცი იყო დასაქმებული და რომ დასაქმებულიყო ხალხის ინტერესის სფერო გაზრდილი იყო, მოსახლეობის ინტერესი იყო ამის მიმართ, საჭირო იყო რა თქმა უნდა უფრო დიდი გამოვლობის ქარხნის აშენება იყო საჭირო. ამიტომ 90-იან წლების დასაწყისში ამისათვის დაიწყო ისევ ზრუნვა, ნოდარ ბოლქვაძემ დაიწყო ზრუნვა, ამას გვერდში ამოვუდგა, მთელი სოფელი ამოვუდგა გვერდში და სოფელმა ფაქტიურად საკუთარი ინიციატივით უბრალოდ დანადგარები მოქცა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, კომუნისტურმა მთავრობამ ეს დანადგარები მაშინდელი მოტანილია, 80-იან წლებში მოტანილია და დანარჩენი სოფლის მოსახლეობის ინიციატივით მოხდა ამ ქარხნის აშენება. სხვათა შორის იმ პერიოდში 3 ბრიგადა მუშაობდა აქ და იყო მოთხოვნები ქალაქში ერას მოედანზე არის დაგებული, ეს ქვა დაგებულია სხვათა შორის და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ერთი სერიოზული წყარო იყო. როგორც ასეთი რაც შეეხება იმას რომ ქარხანა არ მუშაობს, ასეთი რამ არ არსებობს, ქარხანა მუშაობს, უბრალოდ ზამთარი აქ მდინარის პირზე ისეთი კლიმატი აქ მოგეხსენებათ რომ აქ ზოგჯერ მოდის 5 მეტრამდე თოვლი მოდის და ფიზიკურად შეუძლებელია რომ აქ ქარხანამ იფუნქციონიროს ზამთარში. და ზაფხულობით არ არსებობს ზაფხული რომ გაზაფხულიდან იწყება მუშაობა, გვიან შემოდგომამდე მუშაობს ქარხანა შეკვეთების და მიხედვით. როგორც არის შეკვეთები, ამის მიხედვით მუშაობს, რომ დანადგარები არის ძველი დანადგარები, რაც თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს და ის დანადგარები, რაც დღეს ჭირდება ამ ქარხანას, ეს საკმაოდ ძვირია და ძვირადღირებულია და როგორც მე მითხრეს ამ დანადგარებთან დაკავშირებით ეს ჭირდება 1.200.000 ლარი. ვინც მოვიდა, ყველა გაოცებულია ამ ქვით. და 18 წლის რეზო ართმელაძეს სოფელ ხაბელაშვილებში როგორც ციგის საუკეთესო ოსტატს ისე იცნობენ. უხუცესი ხელოსანი მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ეწევა და წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული აქტიურობით შრომობს. ის ყოველ ზამთარს თანასოფლელებისთვის სულ ცოტა 10 ციგას ამზადებს. გამარჯობათ. გამარჯობათ.
როგორ ბრძანდებით? მადლობს, არა გვიშავთ თუ როგორ გიგიცხოთ, როგორ ბრძანდებით. დიდი მადლობა. შობა ახალ წელს გილოცავთ, ბრავალს დაესწარით. ჩვენს გილოცავთ ასე სულში ხარულით კარგად ყოფილით. გაიხარეთ. თქვენ მაინც შრომობთ, მიუხედავად ახალი წლისა, ცდილობთ რომ ზამთარს მომზადებული შეხვდეთ. რა თქმა უნდა, უშრომელი ვერ მოусვენებ, უნდა ვიშრომო. გასაგებია. აი მოგვიყევით, აბა, რამდენი ხანია, აი მთელი ცხოვრება, როგორც მითხრეს სოფელში, თქვენ ციგას ამზადებთ და ძალიან კარგი ოსტატი ხართ. ვინ გასწავლათ ეს საქმიანობა? რა თქმა უნდა, მარტო ციგას არა, საერთოდ ხელობა ყველაფერს შემიძლია. სახლთაც ავაშენებ, ციგასაც გავაკეთებ. წინაპირი ძველი ჩვენი. იქიდან ვისწავლეთ. და რა ჭირდება აი ციგის მომზადებას და რამდენი დრო, ანუ რამდენ დღეში გააკეთებთ ერთ ციგის ციგას? მომზადებას ლეკის ხე უმჯობესია, საერთოდ ლეკის ხე უმჯობესია. სხვა ხიდებიდან შეიძლება სხვა ხიდან, მაგრამ ლეკი უკეთესია. 2 დღე უნდა დაახლოებით რომ გააკეთო. 2 დღეში ესე იგი შეგიძლიათ რომ მოამზადოთ. 2-3 დღე ასე, მეტი არა. შემდეგ რა პროცესები, აი ამას რო გამოთლით, შემდეგ რა ჭირდება? შემდეგ ასეთნაირად. მაჩვენეთ აბა. ასეთ გამოთლი ასეთ ფეხებს, ასეთ გამოთლი, ამას გაჩვინდა ყველაფერს. ამას შუაზე გახერხავ, დიახ. შუაზე გახერხავ და ასეთნაირად განეიყვა. ამოჭრი სატეხით იმას, ამასაც ააგებ ერთად. და ესე მოამგვალებთ შემდეგ. დიახ, გამოიყვანო უნდა, შრომა უნდა. შრომა უნდა. ამას მარტო ახერხებთ თუ გეხმარებათ ვინმე? ახლა როცა ტყიდან მომაკიქ მეხმარებიან რა თქმა უნდა და მე მარტო ვაკეთებ. საერთოდ ზამთარში ძალიან სასარგებლოა ეს ციგა. 200 კილო წვირის წამეიღებს თავისუფლად არ გეიღლები. კიდევ რაში იყენებთ? მოგვაქვს თივა, მოგვაქვს შიშა, მოგვაქვს და ასე. ანუ ცხოვრებისთვის არის აუცილებელი ამის არსებობა. ზამთარში აქ აუცილებელია და ძალიან სასარგებლოა. და მომავალ თაობას თუ ასწავლით ამ საქმიანობას და როგორ ფიქრობთ, სოფელში რომ გააგრძელონ ცხოვრება, ეს საქმიანობა უნდა იცოდნენ თუ არა? თუ მივიწყებას რა მიეცა? თქმა უნდა, თუ სოფელში იცხოვრებ ასე, გოდორის უნდა მოგსტო, ნიჩავის უნდა გათალო, თხილამურის უნდა გააკეთო, უნდა ციგას და გააკეთო და ყველაფერი სოფელში საჭიროებაა. გასაგებია, მე თქვენ წარმატებას გისურვებთ, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენ გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა, მე გავაგრძელებ სოფლის დათვალიერებას. გაიხარეთ, ნახვამდის. წელს სოფელ ხაბელაშვილებში დაიბადა და გაიზარდა ტრადიციული ხალხური ცეკვების ცნობილი შემსრულებელი მუხამედ ართმელაძე. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც შექმნა და სრულყო ყველასთვის საყვარელი ცეკვა განდაგანა. აჭარული განდაგანის უბადლო შემსრულებელი ასე აფასებდა თავის დროზე მის საშემსრულებლო მანერას ილიკო სუხიშვილი. დღეს თაობები ტრადიციას ისევ იცავენ და ცდილობენ მუხამედ ართმელაძის განდაგანა მომავალ თაობებს გადასცენ. გამარჯობათ. შობა ახალ წელს გილოცავთ. ჩვენც გილოცავთ თლიან სოფელს, თლიან საქართველოს და ჩემს კუთხეს გილოცავ შობა ახალ წელს. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ვიცით, თქვენ ბრძანდებით მუხამედ ართმელაძის შვილი. მოგვიყევით აბა მამის შემოქმედების შესახებ. მამა ჩემმა ეს ცეკვა ჩამოაყალიბა ჯარში. ომის პერიოდის მერე წავიდა მან თვითონ გაიწვიეს ჯარში 18 წლის ასაკში და იქ 4 წელიწადი დარჩა მოლდავეთში. აქეთ შობლოება რო არ ქონდა, ამ მონატრებით შექმნა იქ თავისი ცეკვა. იქიდან ეფერებოდა მთელ საქართველოს და ვაზის ტევანს. მოდიოდა აი ფეხის წამოსვლით, ლახავდა იქ თავისებურად იქ რაც დაბყოლება ქონდა თუ არ ქონდა, იმ თავისებურად მის მოძრაობაში არის ჩართული ეს ყველაფერი და ჩამოდიოდა კიდევ და შობლოების მერე კიდე თავისებურად რომ არ შეეძლო მუხლით მოდიოდა და მაინც მის საქართველოს ეფერებოდა იმ თავის ვაზის ტევანს და მის სამშობლოს ეფერებოდა იმ როგორც ვიცით ილიკო სუხიშვილს მოსწონდა ძალიან. ხო, მაგრამ არ წავიდა ანსამბლში.
სახლშიო? რაღაცნაირად არ შეეწყო ხელი იმისათვის, რომ დედა ყავდა იმ პერიოდისათვის ძალიან ავად იყო, ავადმყოფობაში იყო და ამის გამო ვეღარ წავიდა მან რომ იქ გაეგრძელებიო თავისი კარიერა უფრო უკეთესად და უფრო კარგად რომ გამოსულიყო ეს ყველაფერი და ამან განაპირობა ეს ყველაფერი. დანარჩენი თავისებურად მაინც გააკეთა, ცეკვა თახთახა, ცეკვა ატლატი და თავისებურად შექმნა და რაიონში თავისებურად დატოვა ეს ყველაფერი, მისი ნიმუშები და მისი მასალები დღესაც მომავალ თაობას გადაცემულია ყველანაირად და ჩვენც ვეცდებით თუ ეს ყველაფერი გავახორციელოთ და ყველაფერი ლამაზ გარემოში გავაკეთოთ ეს ჩვენი ტრადიციული ძალიან კარგი სიამოვნებით ვნახავთ თქვენს მიერ შესრულებულ მუხამედ ართმელაძის განდაკანას. შევეცდები. მართლმადიდებელი ქრისტიანები შობას ახალი წლის შემდეგ 7 იანვარს აღნიშნავთ. ამიტომ ბევრ ოჯახში ამ დღეს სადღესასწაულოს უფრო განსაკუთრებული ნუგბარით არის სავსე. სხვა კერძებთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს გოზინაყი, რომლის მოსამზადებლად, როგორც ყველგან სოფელ ხაბელაშვილებშიც ერთი დღით ადრე ემზადებიან. ვიმყოფებით სოფელ ხაბელაშვილებში, ვამზადებთ უგემრიელეს გოზინაყს, ხვალ შობაა და დარწმუნებული ვარ ყველგან ახლა გოზინაყის სამზადისია, გამონაკლისი ამ მხრივ არც სოფელი ხაბელაშვილებია და დღეს ჩვენ გოზინაყის მომზადებაში ქალბატონი ციური დაგვეხმარება. ქალბატონი ციური, გილოცავთ პირველ რიგში შობა ახალ წელს. მადლობთ ნათია, გაიხარეთ, მეც გილოცავ ახალ წელს, ვლოცავ სრულიად საქართველოს შობა ახალ წელს. გაიხარეთ და გითხარით აბა, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვამზადოთ ეს ტკბილეული უგემრიელესი გოზინაყი. ამისათვის საჭიროა სახლის მიგოზი, თაფლი და მარჯვე ხელი. კარგით, მაშინ მოდი შევუდგეთ გოზინაყის მომზადებას. დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა დავჭრათ უნდა ნიკოზი. დავჭრათ პირველ რიგში მიგოზი. დავიწყოთ აბა. ქალბატონი ციური, თქვენ ვინ გასწავლათ გოზინაყის მომზადება? დედამ, რა თქმა უნდა, დედამ. ამას ვაკეთებთ ბავშვობიდანვე და ხტებით შობა ახალ წელს. ეს კეთდება ყველა ოჯახში. და ამ ტკბილეულის გაკეთება ტრადიციაა თქვენი ოჯახის. დიახ. ძალიან კარგი. და ქალბატონი ციური, გარდა გოზინაყისა, საახალწლოდ რა კერძებს სამზადებთ ხოლმე? ვაკეთებთ საცივს, ქათამს, ვაკეთებთ და ხტებით ახალ წელს, შობა ახალ წელს. ესე იგი, მე როგორც დავინახე, ქვაბში სიმინდიც გაქვთ. დიახ, სიმინდის მოხარშვაც არის აუცილებელი. ახალი წლისთვის აუცილებელია. სიმინდი არის ხვავი ბარაკის მომტანი ოჯახში. და მაინც ზემოაჭარაში მომზადებული კერძები ხო, უგემრიელესია. უგემრიელესი გამოდის. არავინ შეგვედაოს. ხო.
კარგით. ეხლა ეს ნიგოზი რო დავჭერით. შემდეგ უნდა მოვხალოთ, ხო, როგორც ვიცი. მოვხალავთ ნიგოს. დიახ. მე თავს ავადუღებთ, ჩავყრით ნიგოსში და 5 წუთს ვადუღებთ. დიახ. და გადმოვიღებთ მე. და შემდეგ უნდა გავაჩეროთ და უკვე გავაჩეროთ და უკვე არის იქნება მზად. მოდი შევუდგეთ, აბა დავიწყოთ. და მომხალოთ, ხო. ნიგოზი უკვე მზად არის, მოიხალა, ჩავყავთ ახლა თევზში. ეხლა დავასხათ თაფლი. ხო. აგერ თაფლი. ეს რამდენი წუთი უნდა გავაჩეროთ ხომალდზე? ახლა მაგი თაფლი და მე ჩავახით ნიგოს. 5 წუთში ალბათ. 5 წუთი მივიღეთ და მე მზად არის ჩვენი თბილი ურდი. უკვე ადუღდა თაფლი ნათია. ახლა შეგვიძლია ჩავყაროთ ნიგოზი. ოჩაყარი მოგიხტება. ჩაყარ. ეს 5 წუთში მზად იქნება აგი. უკვე ადუღდება აგი და 5 წუთი დუღილი უნდა მზად იქნება. ისე თანდათან უახლოვდებით დასასრულს. ხო, თანდათან. მოდით მაშინ სანამ ეს მომზადდება, გოზინაყი მოურიოთ სიმინდს. დიახ. ამასაც ვხარშავთ შობა ახალი წლისთვის ეს მათე აგი ოჯახისთვის ხვავი და ბარაკა. მათი აგი ხუდა მზად არის დასრულდა. შეგვიძლია ახლა გადმოვიტანოთ. მოდით აბა თეფშზე მოვათავსოთ. მოვათავსოთ თეფშზე. რა სურნელია. გოზინაყი უკვე მზად არის. აგი უნდა გაცივდეს ახლა და გამაგრდეს, ხო. და შეგვიძლია დავაგემოვნოთ. შეგვიძლია დავაგემოვნოთ კი. ძალიან კარგი. სიმინდიც უკვე მოიხარშა, გოზინაყთან ერთად ესეც დავაგემოვნოთ. სიამოვნებით. მოკლედ, მოვამზადეთ უგემრიელესი ტკბილეული გოზინაყი, ასე რომ თუ თქვენ გადაწყვეტს, რომ სოფელ ხაბელაშვილებს ეწვიოთ, აქ უგემრიელეს გოზინახს მოგიბზადებენ. ხაბელაშვილები ჭვანის ხეობაში ერთ-ერთი მხიარული სოფელია. აქ თითქმის ყველა ოჯახში მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ცხოვრობენ. სხვადასხვა ყოფითი საქმიანობის მიუხედავად, ადგილობრივმა მუსიკოსებმა დრო მაინც გამონახეს, რომ 2015 წლის მობრძანება ჩვენთვის ტრადიციული სიმღერით მოელოცათ. გამარჯობათ! ახალ წელს გილოცავთ, ბრავალს დაესწარით. აი როგორ მიულოცავთ ამ ლამაზი სოფლიდან მთელს აჭარას და მთელ საქართველოს ახალი წლის მობრძანებას? სოფელი ხაბელაშვილებიდან მთლიან საქართველოს კუთხე კუნჭულებს მასში შემავალ საზოგადოებას მიუხედავად სქესისა და ერისა მინდა მიულოცო 2015 წელი. ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის გაერთიანების, წისვლის, აღორძინების, ხვავის, ბარაკის და ყოველივე კარგის და სიკეთის მომტანი. მრავალი მოასწრას ჩვენს ეროვნებასა და ჩვენს დიდებულ ზღვა საზოგადოებას.
გაიხარეთ, მეც გილოცავთ შობა ახალი წლის მობრძანებას, ღმერთმა მრავალ შობას დაგასწროთ. რით მოგვილოცავთ 2015 წლის მობრძანებას? თელ საქართველოს რით მიულოცავთ რა? რეპერტუარი მოგვიმზადეთ. რაც თავარია სოფელი ხაბელაშვილები ძირძველი ფოლკლორული ტრადიციების, სიმღერების და ცეკვის სოფელია. 70-იან წლებში ჩამოყალიბდა უხუცესთა უბადლო შემსრულებელი ჯგუფი, ფოლკლორული ჯგუფი, ვოკალური ჯგუფი, რომელიც უბადლო შემსრულებლები იყვნენ ძველი ტრადიციული ცეკვების და სიმღერებისა. ეხლა აქ ვარ ჩვენ ხაბელაშვილების მკვიდრები, რომლებიც ვინარჩუნებთ აი იმ ძველ ტრადიციულ ცეკვებსა და სიმღერებს. ჩვენ მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს, მაგრამ რადგან ახალი წელია, გვინდა მრავალჟამიერით მიულოცოთ მთელ საქართველოს ახალი წლის მობრძანება. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს მიერ შესრულებულ მრავალჟამიერს. სოფელ ხაბელაშვილებში, რომელიც მე საკმაოდ საინტერესოდ გავატარე. მე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წლის მობრძანება და გითხრათ, რომ ზამთარში აჭარის მაღალმთიანეთი განსაკუთრებით ლამაზია.